გამოცემულო კოლეგებო, მოსმენებისაც ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს პრევენციული, დამხმარე და ეფექტური საშუალება არის სწორედ ეს ამნისტიის პროექტი. აღმოჩენილია კიდევ ვიცით 4 კასრი, რომელშიც იყო 403 დისკი. და ცოტა ხნის წინ იყო 17500 აუდიო-ვიდეო ფაილი და დამატებით აღმოჩენილი მასალების შედეგად ის გაიზარდა 24000-მდე. ხდებოდა პრაქტიკულად ქვეყანაში ტოტალური მოსმენა და ამ დანაშაულობებს ჰქონდა სისტემური ხასიათი. სისტემურობაზე როცა ლაპარაკობთ, ვილაპარაკოთ მაშინ თელს სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და იმ ნაძირლებზე, რომელიც ამას აკეთებს. იმიტომ რომ სამწუხაროდ ჯერ ეს ადამიანები ხვედელიძის მსგავსად არ არიან დაპატიმრებულები და არ არიან დასჯილები. ამიტომ ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ როგორ ჩანს ის უმსგავსობა, რაც ხდებოდა ადამიანის მოსმენის სახით, თუ მისი პირადი ცხოვრების ჩაწერის სახით, ძალიან მოეწონა ზოგ-ზოგიერთს ამ ხელისუფლებაში და სწორედ ცდილობს გამოიყენოს საკუთარი მიზნებიდან, მათ შორის როგორც ჩანს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ერთადერთი რამე იცოდით, ან ეს კადრები უნდა გეჩვენებინათ, ან უნდა დაგეშინებინათ, ან უნდა გეწამებინათ, ან უნდა გაგეუპატიურებინათ ადამიანები. ეხლა გამოდიხართ აქ თქვენ და ამბობთ, რომ ვითომ ეს ყველაფერი თქვენგან შორს იყო. არ იყო შორს, ბატონებო. თქვენ იყავით ამისი თაოსნები და ეხლა მე არ ვამბობ იმას, რომ ბატონო გია თქვენ გეჭირათ ხელში კამერა და თქვენ იღებდით პირადად. ამას არავინ არ გეუბნებათ, მაგრამ თქვენ პასუხისგებლობას ვერ აცდებით, ვერც მოლარულს, ვერც პოლიტიკურ პასუხისგებლობას ვერ აცდებით.